ეს პლაზმური ბურთია ელვებით, იგივე ტესლას ნათურა. მას ელექტროდზე ცვლადი მაღალი ძაბვა მიეწოდება. სფეროს შიგნით კი არის გაუხშოვებული აირი ძაბვის შემცირებისთვის. ნიკოლა ტესლა ეროვნებით სერბი ამერიკაში მცხოვრები გამომგონებელი იყო და მან პლაზმური ლამპის კონსტრუქცია გამოიგონა. ეს მოციმციმე ექსპონატი ახლად გახსნილ ექსპერიმენტორიუმის მუზეუმში ერთ-ერთია, რომლის გარშემოც ყველაზე მეტი ბავშვი თუ მოზარდი იყრის თავს და დამთვალიერებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამას გარდა ექსპერიმენტორიუმის სტუმრებს 80-მდე ინტერაქტიული ექსპონატის გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არის ტესლას სფერო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ექსპონატი ჩვენს მუზეუმში ბავშვებისთვის. განსაკუთრებით უყვართ, όπως თქვენც ხედავთ, როგორ მოძრაობს ელექტროდები და მუდმივად არის ხოლმე, ვინაიდან თითოეული ექსპონატი არის ინტერაქტიული და შესაძლებელია მათთან შეხება, ისევე როგორც ყველა ექსპონატს ეხებიან ხოლმე ტესლას სფეროსაც და იგებენ მისი ფუნქციონირების პრინციპებს. ასევე ძალიან უყვართ სფერო, დისკიც უფრო სწორედ, რომელიც თითქოს იგივე პრინციპებით მუშაობს, როგორც ტესლას სფერო. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მუზეუმში შესული ადამიანები საინტერესო ექსპონატებს ძირითადად წითელი ლენტისა თუ შუშის მიღმა ათვალიერებენ. ექსპერიმენტორიუმი კი იმით გამოირჩევა, რომ აქ თითოეულ ნივთთან უშუალო შეხების უფლებაც გაქვს და შესაძლებლობაც გეძლევა, რომ საკუთარი ხელით გამოცადო და საკუთარი თვალით იხილო ფიზიკისა და ქიმიის ესა თუ ის უცნაური კანონი. მუზეუმის მთავარი ღირსება პირველ რიგში არის ის, რომ შესაძლებლობას უაძლევთ ბავშვებს, რომ ნებისმიერ ექსპონატს, ანუ ფიზიკის ექსპონატს, მივიდნენ, შეეხონ, ანუ ნახონ როგორ მუშაობს, ანუ მათი მექანიზმი, პრინციპი, ყველა ნებისმიერი კანონის გათვალისწინებით. მათ ძალიან მოწონთ ეს, ჩვენ ეს გვახალისებს, ასევე სტიმულს გვაძლევს, რომ დავუმატოთ სხვა ექსპონატები, ასევე შევისწავლოთ, ავუხსნათ მათ. ჩართულები არიან ყველანი სათითაოდ, ანუ ვაძლევთ აქტიურობის საშუალებას ვაძლევთ თითოეულ მათგანს, ყველა ჩაბმული არის და ექსკურსიის შემდეგაც, ანუ მათ აქვს დრო, რომ ისევე დარჩნენ და ისიამოვნონ ჩვენი ექსპონატებით. ეს სიახლეა ყველასთვის და ჩემი გაშვებული კლასი, ანუ ჩვენ დაწყებითებს, მათ დაწყებითის პედაგოგი გახლავართ, იყო აქ სტუმრა, ძალიან მოეწონა და მე მინდოდა რომ წამოსულიყავი და ვფიქრობდი პირველი კლასელებისთვის ეს ცოტა ადრე იქნებოდა, მაგრამ მშობელმა, ერთ-ერთმა მშობელმა, რომელიც აქვე ახლოს მუშაობს, გამოთქვა სურვილი და გადავწყვიტეთ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება მშობელთა კრებაზე, რომ ჩვენი კლასი წამოგვეყვანა აქ, იმიტომ რომ პროგრამა ქონდათ ამათ სკოლამდელი ბავშვებისთვისაც, როგორც გავიგეთ და მართლაც მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ვიყავით ექსპერიმენტები, სხვადასხვა ექსპერიმენტები იხილეს ბავშვებმა. ძალიან უცნაურია, ძალიან კარგი სანახაობა, ურჩა ყველას რომ მოვიდეს და მე ძალიან მომეწონა ყველაფერი. მსგავსი სახის მუზეუმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, თუმცა კავკასიაში პირველად ასეთი სივრცე საქართველოში გაიხსნა. ეს ადგილი მეცნიერული კანონებისა და სამყაროს შესწავლისთვის საუკეთესოა. მუზეუმი მოზარდებს ცოდნის გაღრმავების კიდევ უფრო დიდ სურვილს უჩენს და ქიმიისა და ფიზიკის სფეროში უსაფრთხო ცდების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს. იდეა დაიბადა იქიდან, რომ მსგავსი სახის მუზეუმები არის მთელ მსოფლიოში, არ იყო ერთადერთი საქართველოში და კავკასიაში, ანუ პირველები ვართ კავკასიაშიც. ამდენად გაჩნდა ეს იდეა და ძალიან კარგად იმუშავა, გაამართლა იდეა, იმიტომ რომ მართლა რომ ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ბავშვების მუზეუმი ფიზიკის და ტექნიკური მეცნიერებების. იდეა იყო ახალგაზრდების ჯგუფის და იდეას ფები შეეცადა განხორციელდა უკვე აგვისტოს თვიდან. მუზეუმი გაიხსნა 1 ოქტომბერს, გაწოდინებათ, ალბათ ოფიციალური გახსნა იყო 1 ოქტომბერს და უკვე მეორე თვეა, რაც სრული დატვირთვით მუშაობს. მუზეუმი ხშირად არის სკოლებისა და ოჯახური ტურების მასპინძელი. ტარდება ღია გაკვეთილები და სემინარები. აღსანიშნავია, რომ 12 დეკემბრიდან ექსპერიმენტორიუმში საახალწლო შოუ პროგრამა განხორციელდება და მთელი სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. მუზეუმის სტუმარ მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი დაბადების ბედნიერი დღე სწორედ ამ სივრცეში გაატარონ და თანატოლებიც დაპატიჟონ. ამისთვის სპეციალური კუთხეა გამოყოფილი. მუზეუმი ყოველ დღე, მათ შორის დასვენების დღეებშიც მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მალე წარმოდგენილ ექსპონატებს ახალი და მოზარდებისთვის გამორჩეულად საინტერესო მოწყობილობები შეემატება.